რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრი აქვს ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა. ვაშა გადაცემა ისევ თქვენთანაა, სპეციალური გამოშვება თენგის გოგოტიშვილთან ერთად. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თვითმკვლელობებზე, დიდ გარჩევებზე და ძალიან დიდ ფულზე. ძალიან. სისხლიანი 9 წელი ვარ, რაღაც რიხი მოაკლდა ამ ყიჟინას. იმისთანა ქენი 13 წელი რომ ნუ დაიწყებთ ახლა შეთქმულების თეორიას, თითქოს რიჟვაძის თვითმკვლელობის ასეთი იდიოტური ვერსია განგებ ჩამოაყალიბეს, რათა ყველასთვის ეჩვენებინათ. ვესროლეთ და დიდად აღარ ვმალავთ, რომ ყველამ გაიგოს, თქვენამდეც აუცილებლად მოვუთ. არ ყოფილა ასე. დაიჯერეთ, რომ უბრალოდ იდიოტები არიან და უკეთეს ვერსია ვერ მოიფიქრეს, ვერ მოიგონეს. შეიძლება არ ქონდათ დაგეგმილი, შეიძლება რამე ხელი შეუშალათ. მოკლედ, უნდათ თვითმკვლელობის მცდელობად გასაღება, მაგრამ რიჟვაძე რომ გამოვა კომიდან და მოიკითხავს, ვინ მომიკითხაო, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა ვერავის აღმოაჩენს. ყველა დანარჩენმა Facebook-იდან მისი ფოტოები წაშალა და მამლის მესამე ყივილამდე კი არა, მამლის გაღვიძებამდე უარყო. არ ვართ მისი გუნდის წევრები. აი, იმ ხალხმა ვისაც ჩააცვა, დაახურა, აჭამა და თანამდებობებზე დანიშნა. პროჭორულელები არიან, აი, რა უნდა თქვა. ღარიბაშვილის კაი პროჭორულელია, მაგრამ სხვებზე უფრო დასტოინი აღმოჩნდა. საყოლ ირაკლი. ორი კაცი, რომელიც ბათუმში უნდა ცხოვრობდეს, ერთმანეთს ხვდება საგარეჯოში. ერთი იღებს მეურის იარაღს, მერე სთხოვს ქაღალდი და კალამის გექნება და მათხოვეო, წერილს წერს და ისვრის ფილტვში. სანამ სხვაზე ვიტყოდეთ, მოდი ვთქვათ ფილტვში სროლაზე და ვკითხოთ კაცს, რომელსაც 25 წელი მკვლელობისა და თვითმკვლელობის მეტი თითქმის არაფერი უნახავს. რაც შეეხება ფილტვში და გულში წესასროლი იარაღიდან სროლას, არა მხოლოდ ხშირი არ არის, არ ყოფილა უფროსულად. ჩემს პრაქტიკაში 25 წელი პროკურატურაში მუშაობდი და ასეთ ფაქტს ადგილი არ ქორია, რომ თვითმკვლელობის მიზნით გულზე მიადოს იარაღი, როგორც წესი წესასროლი იარაღს ან თავის არეში, ან ყოველ შემთხვევაში ასეთი ფაქტი მე არ მახსენდება, რომ ყოფილიყო თვითმკვლელობა ჩადენილი გულზე იარაღის მიბჯენას. იურისტებთან როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ჟურნალისტიკაში ოქროს წესია. ყველაფერი უნდა გადავამოწმო. და აღმოვაჩინე ფაქტი, როგორ შეიძლება ადამიანმა ფილტვში ან სტომაქში სროლით მოიკლას თავი, თან ორჯერ. დედაო, ფისა! ჩაიდა ჩემი უმანკოსული! სხვა ამაზე დამაჯერებელი ფაქტი ვერ ვიპოვე. ბოდიში. ეჭვებს აძლიერებს ახვლედიანი სახელი და გვარი. კაცისა, ვინც ივანაშვილმა 2015 წელს ნიკა გვარამიასთან შიკრიკად გამოიყენა. პირადი ცხოვრების ჩანაწერებს გამოგიყრი თუ რუსთავი ორისთვის ბრძოლიდან არ გახვალა. გვარამია ბრძოლიდან არ გავიდა, სამაგიეროდ გავიდა ბრიფინგზე და ეს ყველაფერი მოყვა. პროჭორულელები ამბობდნენ, სისოლელე კაცო, ახვლედიანი მაგის მაკაცია და ნაციონალიაო. ოღონდ იქამდე ახვლედიანს რომ ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩაატარებინეს და ბევრი მილიონი გაატარეს მის ხელს, ის აღარ ახსენეს. მერე კი აეგ ნაციონალი შემთხვევით საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გაუძვრათ. სულ ხელმძღვანელად. კონკურსში გაიმარჯვა როგორც ყველა მამცამე წელში. ხო, იმ რუსთავი ორის ამბავზე ისევ. გვარამიასთან ახვლედიანი შიკრიკობამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ოფიციალური ვერსიით ასევე თავი მოიკლა ეროსი კიცვარიშვილმა და ასევე პისტოლეტით. ოღონდ იმის წერილი ექიმს არ უპოვია და იმედისთვის ამჯერად აღარ გადაუცია. რატომ ბატონურის 2014 წელს წერა არ იცოდით? და რა უცნაური დამთხოვაა, რომ რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ. თითქოს რიჟვაძეების კლანს 100 მილიონ მოპარულ დოლარს მამა და მარჩენალი სთხოვს. არ დავიჯერეთ. ისევე როგორც ახლა არ ვჯერა, რომ რიჟვაძისთვის შეიძლება ვინმე საქმის გარჩევის დროს ესროლა. 90-იანების რუსეთში კაცი რომ მილიარდებს იშოვნა და უცნობილესი ბანდიტი და კილერი ანატოლი ბიკოვი რომ ყავს მარჯვენა ხელი და მოადგილე, იმ კაცს როგორ შეიძლება თავში რამე არაკანონიერი და არაქრისტიანული მოუვიდეს. იმა როგორ შეიძლება ვიღაცას დააბრალოს, წადი ახლა ვიღაცა დააკაჩავე და მაყუთი მომიტანეო. ან გააგორე რომ ყველა დანარჩენი მიხვდეს და თვითონ მოიწევს. არა. შანსი არა. თუ აქამდე არ გიფიქრიათ, მოდი ახლა ერთად დავფიქრდეთ. ერთი გასროლით. სიგნალი გაუგზავნეს ყველა ჩინოვნიკსა და მათზე ჩამოკიდებულ ყველა ბიზნესმენს. მაყუთი დაღაჭედო. და თამაშიდან გაიყვანეს არა მხოლოდ რიჟვაძის კლანი, არამედ ახვლედიანიც. შიდა გასაქმეთა სამინისტროს, საექსპერტო სამსახურის ყოფილ მოადგილესა და შემოსავლების სამინისტროს, ოპერატიული სამსახურის ყოფილ უფროსზე ახლა გამოძიება გვეუბნება იარაღის შენახვა არ იცისო. კაი, კოცი დაიჯერეს, მაგრამ კაცის სისხლის სამართლის საქმე უკვე ჩამოკიდეს და ახლა რაც უნდა მარტივად გამოძრეს სახელმწიფო თანამდებობაზე ალბათ ვეღარ დაბრუნდება. თუმცა რა ვიცი, განა ისეთი რა არის, რაც პროჭორულურ გრუზიაში არ შეიძლება მოხდეს.
ბაჩიაშვილის შემთხვევა აჩვენებს, რომ ფსბ-ს დედამიწის ზურგზე ვერ დაემალება. ფსბ-ს და არასუსს, რომელიც წარმოადგენს ხერხემალს პროჭურვედულ რეჟიმის. რიჟვაძის შემთხვევა კი აჩვენებს, რომ აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც არ იზამენ, არ გიზამენ. რიჟვაძე რამდენი მილიონიც არ უნდა ჩაუტანოს გამოწერის შემდეგ მომამარჩენელს ვერ აიცილებს თავიდან პასუხისგებას. უდესმე იგი აუცილებლად სამართლიანად აგებს პასუხს ბევრი რამისთვის, მათ შორის ნუგზარ ფუტკარაძის სიკვდილისთვის. ყველა დანარჩენისთვის კი ერთი რჩევა მაქვს. იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესებით ვარცით, სახელდა გასვლამდე აუცილებლად შეამოწმეთ გული ჯიბეში კიდევ თუ არა თქვენი ხელით დაწერილი წერილი. და ხომ ნამდვილად ვხდით ამ წერილში მადლობას იმ ბრძენ კაცს. იმიტომ რომ საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მომაკვდავებს წერილი კი არ მიაქვთ, წერილი მოაქვთ. და ამისთვისაც მადლობა ბატონო პურის. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадался.